საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განაგრძობს ნაკრებისთვის უცხოელი გამთამაშებლის ზებნას. საქმეში ჩართულია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. შერჩევი ეტაპის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა ფედერაციაში აცხადება, რომ აღსურთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და აქცენტი მხოლოდ მაღალი კლასის კალათბურთელზე გაკეთდება. ორ ამერიკელ გამთამაშებელთან მოლაპარაკებები უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და კონტრაქტის დეტალებს მათი აგენტები ეცნობიან. კალათბურთელების აგენტების ინტერესებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მხარე მოთამაშეების გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ცნობილია, რომ ორივე კალათბურთელი სხვადასხვა ევროპულ კლუბში გამოდის. ორივე არის მაღალი დონის კალათბურთელი, ორივე არის კარგი კლუბში მოთამაშე, უბრალოდ ამ წუთში არ მაქვს არც უფლებამოსილება, არც ასე ვთქვათ, ამის უფლება, რომ გავაჟღეროთ ენასთან მათი გვარები. ეს პროცესი დამთავრდება სავარაუდოდ მალე. უფრო მაღალი დონის კალათბურთელი ვიდრე იყო აქამდე, თუმცა აქამდეც მაღალი დონის კალათბურთელები იყვნენ და პრიორიტეტი აქვს ამაში რა თქმა უნდა მთავარის მოწ. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ჩვენთვის თავარი არის სპორტსმენი იყოს იმაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე საქართველოს ყოლია. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტა გვაქვს.